მოგესალმებით. ამ ვიდეო გაკვეთილში გაჩვენებთ მაგალითს თუ როგორ დავუმუშავოთ მონაცემები Excel-ში. გამოვიყენებთ როგორც ძველ, ისე ახალ საინტერესო ფუნქციებსაც. წარმოდგენილი გვაქვს შემდეგი ცხრილი. ეს არის პაციენტის ვიზიტები კლინიკაში, სადაც გვაქვს ინფორმაცია პაციენტთან დაკავშირებით, რომელ კლინიკას ესტუმრა იგი და რომელ დეპარტამენტში ჩაუტარდა მას მომსახურება. აქვე გვაქვს ინფორმაცია დასმულ დიაგნოზზე და ვიცით თუ რა შემოსავალი მივიღეთ კონკრეტული სერვისიდან. მე მსურს რომ ეს ცხრილი გავხადოთ დაფილტრვადი და ამისათვის ვაპირებ რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა პარამეტრი. პირველ პარამეტრად ავირჩევ ჰოსპიტალს. ამისათვის მოდი დავდგეთ ჰოსპიტალის გასწვრივ უჯრაზე და არჩევადი გავხადოთ წარმოდგენილი კლინიკებიდან ერთ-ერთი. ამისათვის ვდგავარ ამ უჯრაზე, მივმართავ data ribbon-ზე data ვალიდაციის ფუნქციონალს. დავაწვევთ მას და გამოვა შემდეგი ფანჯარა. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ Excel-ის MacBook-ის ვერსიას, თუმცა ის ფუნქციონალები, რაც მე დღეს უნდა გაჩვენოთ, იდენტური იქნება Windows-ზეც. Settings tab-ზე დაშვების ღილაკის ჩამოშლისას ავირჩიოთ list. Source-ში შემიძლია რომ ველები ჩავწერო ხელით, ან ავირჩიო არეალი თუ სადაც არის კონკრეტული პარამეტრები წარმოდგენილი. ახალი Excel-ი დუბლირებებს თავად წაშლის და მივიღებთ შემდეგ შედეგს. თუმცა სამწუხაროდ თუ ვიყენებთ ძველ Excel-ს, ჩამოშლისას გამოგვიჩნდება დუბლირებებიც. ამ შემთხვევაში მოდი დავდგეთ ამ უჯრაზე ხელახლა მივმართოთ data ვალიდაციას. წავშალოთ source და ჩავწეროთ პარამეტრები ხელით. ვინაიდან სამი კლინიკა გვაქვს სულ რაღაც, პრობლემა არ იქნება. ჩავწეროთ ჯანი, მძიმე და შემდეგი პარამეტრები. თუმცა გააჩნია რომელ რეგიონზე გვიყენია Excel-ი. ამერიკის შემთხვევაში ეს არის მძიმე, თუმცა პირობითად საქართველოს რეგიონზე შეიძლება ეს იყოს წერტილ მძიმე. ამიტომ დააკვირდით, თუ არ იმუშავებს მძიმე, მოსინჯეთ წერტილ მძიმე. ჯანი, space დავწერ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. ზრუნვა, მძიმე და პრევენცია. დავწვეთ OK-ს. და წამოვა იგივე პარამეტრები. კარგი, პირობითად ავირჩიეთ ჯანი. მე მსურს რომ წამოიღოს მონაცემები, რომელიც შეესატყვისება აღნიშნულ კლინიკას. ამისათვის დავდგეთ აი ამ უჯრაში და ჩავწეროთ ფუნქცია ფილტრი. ფილტრი ახალი ფუნქცია არის Excel-ში, გვხვდება 365 ვერსიებში და არის საკმაოდ მოქნილი. მაგალითს ახლავე წარმოგიდგენთ. არე პარამეტრი იქნება ის არეალი, რომელიც მსურს რომ გაიფილტროს. ვინაიდან მე მსურს რომ წამოიღოს ყველა სვეტი, მომნიშნავ მთლიან არეალს. მძიმე. Include ამ შემთხვევაში იქნება ის ველი, რომელიც უნდა გავფილტროთ. ვინაიდან მსურს რომ ფილტრაცია განხორციელდეს კლინიკის მეშვეობით, უნდა მოვნიშნოს შესატყვისი არეალი მონიშნულის, გულისხმობ რომ უნდა ჩაჯდეს პირველი და ბოლო უჯრა აღნიშნულ დიაპაზონში და გავუტოლო ის კონკრეტულ უჯრას. ამ შემთხვევაში ეს არის კლინიკა ჯანი. და თუ მოვნიშნავთ არეალს და გატოლებასთან ერთად, ხედავთ რომ შედეგი იქნება true, true, false და ასე შემდეგ, იმის დამიხედვით კმაყოფილდება თუ არა პირობა. მარტივად რომ აღვიქვათ, დარჩება მხოლოდ ის ველები, რომლებიც აკმაყოფილებს პირობას, ანუ ის მწკრივები, სადაც იქნება ჰოსპიტალის სვეტში true გატოლების შედეგად. მესამე პარამეტრი ამ შემთხვევაში არ მინდა დავხუროთ ფრჩხილი და დავუწვეთ enter-ს. და როგორც ხედავთ, ზედა ცხრილიდან წამოიღებს ყველა ველს, რომელიც შეესატყვისება კლინიკა ჯანს. ხოლო თუ კი აქ დავდგები და შევცვლი კლინიკას პირობითად კლინიკას ზრუნვაზე, ფილტრიც ბუნებრივია რეაგირებას მოახდენს აღნიშნულზე. ახლა დავუშვათ მსურს კიდევ ერთი ფილტრაცია გამოვიყენო. ანუ გავფილტრო არა მარტო კლინიკით, არამედ დეპარტამენტით. სანამ დეპარტამენტს ავირჩევ, მოდი დავდგეთ გვერდით, აი ამ უჯრაზე და წამოვიღოთ უნიკალური დეპარტამენტების სია. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ფუნქცია unique. წერთ ტოლობას, ვიძახებთ ფუნქცია unix, რომელიც ასევე ახალი ფუნქცია არის და გვხვდება 365 ვერსიებში. არე პარამეტრი იქნება ის ველი, რომელიც გვსურს რომ გავათავისუფლოთ დუბლირებებისაგან. დავხუროთ ფრჩხილი და დავუწვეთ enter-ს. წამოვა უნიკალური დეპარტამენტების ჩანაწერები. სანამ ფილტრაციის ღილაკად დავუმატებთ მას, გაჩვენებთ თუ როგორ მუშაობს რეფერენსირება დინამიურ ცხრილზე. გებით ნებისმიერ უჯრაში დავწერთ ტოლობას და მოვნიშნავ კონკრეტულ უჯრას, სადაც წერია unique ფუნქცია, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ სამივე ჩანაწერზე. მას მივწერ გვერდით ds, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს ჩაშლას. ეს ეუბნება Excel-ს რომ წამომიღე ყველა უჯრა, რომელიც განპირობებულია აი ამ ფუნქციით. დავწვევით enter-ს, წამოვა იგივე. ახლა რატომ გაჩვენეთ ეს? გავანთავისუფლებ ამ უჯრას. დავდგეთ დეპარტამენტის გასწვრივ. კვლავ მიმართოთ data ribbon-ზე data ვალიდაციის ღილაკს. ავირჩიოთ list-ი და source-ში დავდგეთ იმ უჯრაზე, სადაც გვიწერია unique ფუნქცია. და მოდი მივუწეროთ მას ds-ი. დავაწვეთ OK-ს და ვხედავთ რომ Excel-ი თავისუფლად შეძლებს რომ კონკრეტული დიაპაზონი წამოიღოს. ახლა რით არის ეს მეთოდი უკეთესი წინაზე? პირობითად ცხრილს დაემატა ახალი დეპარტამენტი, მაგალითად დერმატოლოგია. დააკვირდით როგორც კი დავწვევი enter-ს,
unique ფუნქცია წამოიღებს აღნიშნულსაც, ვინაიდან კვლავ მოიაზრებს ხო იგივე არეალს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ახალი ჩანაწერაც დაემატება მასში, unique ფუნქცია წამოიღებს. ანალოგიურად ჩვენი დატავალდაცაც განახლდება და წამოიღებს ახალ დეპარტამენტს. ახლა როგორ დავამატოთ დეპარტამენტის პირობა არსებულ ფილტრის ფუნქციას? დავდგეთ მასში და ეს ბოლო პარამეტრი, რომელიც ფილტრავდა ჰოსპიტალს, მოვაქციოთ ფრჩხილებში. ვინაიდან ეს არის გატოლება, რომელიც აქცევს ჯანის ზრუნვა და ასე შემდეგ სიას true და false-ებად, ჩვენ შეგვიძლია იგი ნამრავლის და მეშვეობით გავფილტროთ ახალ პირობაზე. რას გულისხმობ? გავამრავლებ და გავხსნებ ფრჩხილს, მოვნიშნავ დეპარტამენტის სვეტს, ყოლობას და ამ შემთხვევაში ავრჩევ დეპარტამენტის შესატყვის უჯრას. დავხუროთ პირობის ფრჩხილ და დავხუროთ ფუნქცია ფილტრის ფრჩხილი. დავწვეთ Enter-ს. და როგორც ხედავთ, გაიფილტრება როგორც კლინიკა ჯანი, ასევე დეპარტამენტი ამ შემთხვევაში General. რატომ მუშაობს აღნიშნული წესი? საილუსტრაციოდ დავდგები გვერდზე და დავწერ True-ს და მის ქვემოთაც ჩავწერ True-ს. რეალურად Excel-ისთვის true და false არის იგივე ერთიანი და ნულიანი. როდესაც ლოგიკურ პირობებზე მათემატიკურად ვზემოქმედებთ, მაგალითად ვამრავლებთ, ვუმატებთ ან ვაკლებთ მას ერთმანეთს, ისინი ჩვეულებრივად ერთიან ნულიანებად გადაიქცევიან. პირობითად დავდგები პირველ უჯრაზე, გავამრავლებ მას ქვედა უჯრაზე. დავწვევი Enter-ს. ვინაიდან ორივე არის ერთიანი, ერთიანის ერთიანზე ნამრავლი დააბრუნებს ერთიანს, მაგრამ თუ ერთ-ერთი გახდება false, ამ შემთხვევაში ნულიანის ერთიანზე ნამრავლი დააბრუნებს ნულიანს, რაც იგივე რაც false. ზუსტად ამ პირობიდან გამომდინარე, როდესაც ორი არეალი მრავლდება ერთმანეთზე, სადაც კლინიკა არის ჯანი, ეს იგივე რაც ერთიანი და სადაც დეპარტამენტი არის General, ესეც არის ერთიანი. ერთიანის ერთიანზე ნამრავლი იგივე რაც true და დატოვებს ამ წკრივს, ხოლო ყველა სხვა მწკრივი, სადაც ეს არ არის სიმართლე, ფილტრის ფუნქცია უბრალოდ მას დააიგნორირებს. გადავერთოთ სხვა დეპარტამენტს, მაგალითად კარდიოლოგიაზე და ვხედავთ ჩანაწერების შეიცვლება. თუ ავირჩიოთ პირობითად დერმატოლოგიას, ვინაიდან იგი ჩვენ თვითონვე გავწერეთ და მივაკუთვნეთ კლინიკა ჯანს და კლინიკას ზრუნვაზე უბრალოდ ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, ფუნქცია დააბრუნებს errors. დავდგეთ მასში, მოვხსნათ ბოლო ფრჩხილი და ვნახოთ შემდეგი პარამეტრი. ეს არის if empty. სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც პარამეტრებით ფილტრაციისას მწკრივები არ ბრუნდება, ჩვენ შეგვიძლია რომ ალტერნატიული მნიშვნელობა წამოვიღოთ. დავხსნათ ბრჭყალი და ჩავწერ შემდეგს. რომ არ არის პაციენტის ვიზიტები არჩეული ფილტრაციისათვის. დავწვეთ Enter-ს. ან როდესაც ფილტრაციები არ დააბრუნებს მწკრივებს, წამოიღებს ჩემს მიერ მითითებულ ტექსტს. ხოლო როდესაც ფილტრაციას დავაყენებ ისეთ ღილაკებზე, რომელიც აბრუნებს მწკრივებს, ფუნქცია ჩვეულებრივად იმუშავებს. პირობითად სურს დაჯამდეს ის მნიშვნელობები, რომლებიც იფილტრება ამ პარამეტრებსთან მიხედვით. შემიძლია რომ ერთი დავწერო ფუნქცია 3, დავირჩიო კონკრეტული არეალი, მაგრამ ხანდახან ეს შეიძლება გაიზარდოს და ჩემს მიერ განსაზღვრულმა 3-მა არ მოიცვას შესაბამისი უჯრები. თავის დაზღვევის მიზნით შეგვიძლია რომ განვავრცოთ იგი წინასწარ, თუმცა ბევრად უფრო მოხნილი მეთოდი იქნება გამოვიყენოთ ფუნქცია choose column, რომლითაც დავდგებით პირველ უჯრაში, სადაც წერია ფუნქცია და მივუწერთ გვერდით ds. ამით მოინიშნება მთლიანი არეალი. თუმცა choose column-ის მეშვეობით მე სწორედაც რომ შემიძლია დავაკონკრეტო რომელი სვეტი მაინტერესებს. ამ შემთხვევაში ეს არის მონიშნულიდან პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. ანუ აქ თუ ჩავწერ 6-იანს და დავხურავ ფრჩხილს, Excel-ი ეცდება რომ წამოიღოს კონკრეტული არეალი. ვინაიდან მას დახვდა დაბრკოლება, რადგან ჭირდება 4 უჯრა რომ წამოიღოს მნიშვნელობები და დახვდა მარტო ერთი ცარიელი. დააბრუნებს fill errors. თუმცა მე ეს არ მაინტერესებს, მე მაინც მსურს ამის აგრეგირება. თუ მოვნიშნავთ ამ ფუნქციას, Excel-ი გვაჩვენებს, რომ იგი აბრუნებს 300-ს, 300-ს, 155-ს და 300-ს. რა მოხდება თუ წინ დავუწერ ამ ფუნქციას 3-ს? ამით ბუნებრივად დაჯამდება ის ყველა დაფილტრული მნიშვნელობები. თუ კი დავფილტრავ მეცხრილ სხვა დეპარტამენტზე და გვექნება ბევრად მეტი ჩანაწერი, თავისუფლად მოიცავს იგი აღნიშნულსაც. ახლა რაც შეეხება დიაგნოზის ფილტრაციას. ვინაიდან დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში განპირობებული არის დეპარტამენტიდან, მე მსურს რომ აღნიშნულ უჯრებში წამოიღოს არჩევადი მხოლოდ ის დიაგნოზები, რომელიც შეესატყვისება ზემო ორ აღნიშნულ ფილტრაციას. ანუ გულისხმობ რომ თუ ეს არის კლინიკა ჯანი და არის დეპარტამენტი General, მინდა წამოიღოს ასარჩევად მხოლოდ ის დიაგნოზები, რომლებიც აი ამ ორ პირობას შეესატყვისება. ამისათვის დავდგეთ აი ამ უჯრაში, unique დიაგნოზის ქვემოთ და დავწეროთ ფუნქცია ფილტრი. დავხსნათ ბრჭყილი. მე მსურს დაბრუნდეს დიაგნოზები, ოღონდ სადაც პირველი პირობის შემთხვევაში მექნება კლინიკა, მოვნიშნავ არეალს უდრის არჩეულ კლინიკას, დავხუროთ ბრჭყილი და გავამრავლოთ, გავხსნათ ბრჭყილი, დეპარტამენტი უდრის არჩეულ დეპარტამენტს. დავხუროთ ბრჭყილი. კვლავ დავხუროთ ბრჭყილი და Enter-ი.
და წამოიღებს იმ დეპარტამენტებს, რომლებიც აღნიშნულ ფილტრს ექვემდებარება. ანუ იგივეს რაც აქ. თუმცა მე მინდა უნიკალური ჩანაწერები. ამისათვის უბრალოდ დავდგები ფუნქციაში და თავში მივწერ ფუნქცია Unix და გავხსნებ ჭხილს. დავხუროთ ბრწყლს და დავუწევთ Enter-ს. ესეც ჩემი უნიკალური დიაგნოზები, რომელიც რეაგირებს განსაზღვრულ ფილტრაციაზე. ახლა რას ვაკეთებ? დავდგეთ დიაგნოზის გასწვრივ, მივმართოთ data ribbons და ავირჩიოთ data validation. ამ შემთხვევაში კვლავ ავირჩიოთ ლისტი და source-ი უკვე გავსაზღვროთ ჩვენს მიერ დათვლილი მნიშვნელობები და დავუწეროთ DS-ი გვერდით. ოკეი. ამ შემთხვევაში უკვე ზედა ორი უჯრა განსაზღვრავს თუ რა წამოვა დიაგნოზის გასწვრივ. რადგან ზრუნვაზე და ჯენერალზე შესატყვისი არის სეზონური ალერგია და ვიტამინი D-ს ნაკლებობა, სწორედ ეს ორი პარამეტრი დაბრუნდება. ავირჩიოთ კვლავ ჯენერალი, სადაც მეტი არჩევანი გვაქვს და კლინიკა ჯანი. ავირჩიოთ ერთ-ერთი დიაგნოზი, მაგალითად სეზონური ალერგია. და მოდი ეს უჯრაც მივადგათ ფილტრაციის ღილაკს. კვლავ ჩავდგეთ უჯრაში და როდესაც დავამთავრეთ დეპარტამენტის დაკონკრეტება, იქ დავწეროთ PIP-ი და გავხსნათ ახალი ბრჭხილი. ახლა მოვნიშნოთ დიაგნოზი და გავუტოლოთ კონკრეტულ დიაგნოზს. დავხუროთ ბრჭყლს და დავუწევთ Enter-ს. ანუ უკვე შემიძლია რომ ერთი დავფილტრო კლინიკით, დავფილტრო დეპარტამენტით. ამ შემთხვევაში დარჩა წინა არჩეული დიაგნოზი, რომელიც არ შეეტყუება კარდიოლოგიას, უბრალოდ უნდა გადავირჩიოთ იგი სხვაზე, მაგალითად, მაღალ წნევაზე და წამოვა შესაბამისი ფილტრაციის შედეგი. ახლა კი პირობითად არსურს კლინიკა გავითვალისწინო, ანუ წავშალო იგი. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ფილტრის ფუნქცია იფიქრებს, რომ მე ვეძებ ჰოსპიტალს, რომელიც არის ცარიელი. ვინაიდან ცხრილში ასეთი არ არის, არაფერს არ წამოიღებს. რომელიმე რომ იყოს ცარიელი მწკრივ, მაგალითად, სადაც კარდიოლოგია და მაღალი წნევა გვაქვს. პირობითად ეს კონკრეტულ მწკრივს წამოიღებდა. თუმცა მე ეს არ მსურს, მე მინდა რომ წამოიღოს ყველა კლინიკა, თუ კი კლინიკა არ არის დაკონკრეტებული. დავაბრუნებ უკან. როგორ შემიძლია მოვიქცე? დავდგეთ ფუნქციის უჯრაში და მცირე მოდიფიკაცია განვახორციელოთ. პირობითად აი ეს პარამეტრი, რომელიც ფილტრავს კლინიკებს, ჩავსვათ ახალ პირობაში. გამოვძახოთ ფუნქცია if-ი. გავხსნათ ბრჭხილი. და მე მაინტერესებს, თუ კი კლინიკის უჯრა არის ცარიელი, ანუ C27 ამ შემთხვევაში უდრის სიცარიელეს, ორი ბრჭყალის მეშვეობით ვანიშნებ ამას. ძიმე და თუ ეს სიმართლეა, მე მინდა რომ Excel-მა დააბრუნოს true. ანუ მენუალურად ვეუბნები Excel-ს დააბრუნოს სიმართლე. ანუ blank-ი თუ არის, ეს ნიშნავს, რომ ყველა მწკრივი ჩემთვის არის დადებითი. ძიმე, ალტერნატიულ შემთხვევაში კი გააკეთოს, რასაც ვაკეთებდი, ხო? არსებულ მწკრივს ფილტრავდა კონკრეტულ კლინიკაზე. დავხურეთ ბრჭხილი, სადაც მთავრდება კლინიკის პირობა და დავუწევთ Enter-ს. ამ შემთხვევაში ვინაიდან კლინიკა არის blank-ი, დაბრუნდება ყველა პირობა, რომელიც შესატყვისება კარდიოლოგიის დეპარტამენტს და არის მაღალი წნევა. ნახოთ კიდევ ერთი მაგალითი. პირობითად ავირჩიე კლინიკა ზრუნვა და დერმატოლოგია, რომელიც კონკრეტულ ცხრილში არ არის შესაბამისი კლინიკისთვის. და ფილტრის ღილაკმა დააბრუნა ჩვენს მიერ განსაზღვრული ტექსტი. დავკვირდეთ აქ, ვინაიდან რიცხვი არ არის წამოღებული, ბრუნდება error. ანუ არაფერი რიცხობრივი არ არის, მithomedes არ არის მე-6 მწკრივი, რომელიც უნდა დაჯამდეს. ამ შემთხვევაში მე შემიძლია თავი დავიზღვიო. დავდგეს სამ ფუნქციის წინ და გამოვიძახო if error-ი. გავხსნა ბრჭხილი. value იქნება ის, რაც დაბრუნდება კონკრეტული ფუნქციით და თუ ეს იქნება error-ი, მაშინ მძიმე მინდა რომ წამოიღოს ნულიანი. ამ შემთხვევაში, როდესაც პირობა არ დააბრუნებს მწკრივებს, ერთი რომ წამოვა ტექსტი და ადეკვატური რიცხობრივი მნიშვნელობა მიეცემა დათვლის უჯრას. აქაც error-ი ზუსტად იგივე მიზეზით გამო გვაქვს, ვინაიდან არ არსებობს კლინიკა ზრუნვაზე დერმატოლოგიის დეპარტამენტზე არანაირი ჩანაწერი. აქაც მარტივად დავდგები ფუნქციაში, ფილტრაციის ფუნქციის მესამე პარამეტრად ჩავწერ, რომ no diagnosis for given filter. კარგით. მოდი როგორც მოვიქცეთ კლინიკის შემთხვევაში იგივე პირობა დავამატოთ დიაგნოზს. მე მაინტერესებს თუ დიაგნოზის უჯრა არის ცარიელი, ანუ blank-ი, ძიმე, მაშინ დააბრუნოს true. ძიმე და ალტერნატიულ შემთხვევაში დააბრუნოს ჩემს მიერ განსაზღვრული პირობა. დავხურებ ბრჭხილი. დავუწევთ Enter-ს. ახლა როდესაც გავანთავისუფლებ არსებულ უჯრას და პარამეტრებს დავაყენებ ისეთზე, სადაც ბევრი ჩანაწერი მაქვს, მაგალითად კლინიკა ჯანზე და ჯენერალზე. კვლავ წამოვა დამატებით მწკრივები. თუმცა მე მსურს ეს ცხრილი დავსორტო გადახდილი თანხის მიხედვით, ანუ bill amount-ით. ამისათვის დავდგები filter ფუნქციის თავში და დავწერ ფუნქცია sort-ს. გავხსნებ ბრჭხილს. ერე იქნება ის ყველაფერი, რასაც აბრუნებს filter ფუნქცია. ამიტომ დავდგები ფუნქციის ბოლოში, დავწერ მძიმეს. აქ მეკითხება მე რამდენი სვეტით მინდა რომ დავსორტო. ვინაიდან bill amount-ი არის filter ფუნქციის მე-6 სვეტი, დავწერ 6-იანს და მძიმე. ახლა მეკითხება კლებადობით მინდა თუ ზრდადობით. მე მინდა რომ დიდი მონაცემი იყოს თავში, ამიტომ ავირჩევ descending, სადაც შემიძლია მივუთითო -1-ით. დავხუროთ ბრჭყლს და დავუწევთ Enter-ს.
სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოს თემა. კითხვების შემთხვევაში დამიწერეთ კომენტარი და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.